ზომბი. უსიცოცხლო თვალები, მკვდარი სხეული, რომელიც სიარულს განაგრძობს. ისინი ყველგან არიან პოპულარულ კულტურაში, ათასობით ფილმში, თამაშში, კომიქსში. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ 2011 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთოთ ზომბი აპოკალიფსის შემთხვევაში. და ეს ხუმრობა არ არის. რა მოხდება, თუ ზომბები არ არის ფანტასტიკა, არამედ სცენარი, რომლისკენაც უკვე მივდივართ და რომ ზომბი აპოკალიფსის იდეა შესაძლოა რეალობასთან უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ზომბების შესახებ პირველი ლეგენდები ჰოლივუდამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. თავად სიტყვა ზომბი ჰაიტიდან მომდინარეობს. ბუდიზმში ის განიხილებოდა როგორც ადამიანი, რომელსაც ჯადოქარი შხამებისა და ჰიპნოზის გამოყენებით ნებას ართმევდა. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს თევზ ფუგუს შხამის ტეტროდოტოქსინის მეშვეობით კომაში შეყავდათ და მარხავდნენ ისე, რომ საფლავში არ გაგუდულიყო. რამოდენიმე დღეში კი შამანი მას აცოცხლებდა, ასეთი მეთოდებით აღმდგარი ადამიანები კარგავდნენ ნებას და ცოცხალ თოჯინებად იქცეოდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეთნოგრაფმა უეით დევისმა გაიტიზე შეაგროვა რეალური ისტორიები და შხამების ნიმუშებიც კი. თუმცა ასეთი ზომბი საშიში არაა გარშემოყოფთათვის და მით უმეტეს მათგან არ მომდინარეობს აპოკალიფსის საშიშროება. მას შეგვიძლია მშვიდად დავიძინოთ. სამწუხაროდ არა. საქმე იმაშია, რომ ბუნებაში არსებობს ზომბის ბევრად საშიში სახეობები. არ მოგესმა ისინი მართლა არსებობენ და მე მათზე მოგიყვები. ოფიოკორდიცეპსი პარაზიტული სოკოა, რომელიც ჭიანჭველებს აინფიცირებს. ის იზრდება მათი სხეულის მეშვეობით და გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ცვლის ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ჭიანჭველა ტოვებს კოლონიას, ადის ხეზე, ეკვრება ტოტს და კვდება. სოკოს ყუნწი მისი თავიდან ამოდის ავრცელებს სპორებს. ეს არის ზომბიფიკაცია მისი ყველაზე სუფთა სახით. ასევე არსებობს პარაზიტი სახელად ტოქსოპლაზმა გონდი, რომელიცაც დაინფიცირებულია კაცობრიობის მესამედი. ადამიანისთვის ის საშიში არაა. თუმცა ვირთხებსა და თაგვებში ის თრგუნავს კატების შიშს და იწვევს მათ მიმართ ტოლასაც კი, ანუ აიძულებს თაგვს, რომ მან თავად მოძებნოს კატა და თავი შეაჭამინოს, რათა პარაზიტი მოხვდეს მტაცებლის სხეულში. იმედი ვიქონიოდ, რომ ეს პარაზიტი არ განიცდის მუტაციას. ჰოლივუდურ ზომბი ვირუსთან ყველაზე ახლოსაა ცოფის ვირუსი. ის ადამიანში იწვევს წყლის შიშს, აგრესიას და კბენის სურვილს. ვრცელდება კბენის საშუალებით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ გამოიწვია ამ ვირუსმა ზომბი აპოკალიფსი, ისაა, რომ მას აქვს 100%-ული და ძალიან სწრაფი ლეტალობა. ამის გარდა, დაკბენილი ადამიანი მხოლოდ თვეების შემდეგ ავლენს სიმპტომებს. როგორც ხედავთ, ზომბი აპოკალიფსისი თეორიულად მართლაც შესაძლებელია. თუმცა საპანიკო არაფერია. მსგავსი ვირუსები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ზომბი აპოკალიფსისი ფანტასტიკის ჟანრს დღემდე ვერ გაცდა. და სავარაუდოდ ვერც ვერასდროს გაცდება. თუ ვინმე არ დაეხმარა.